ხო შეიძლება? ხო შეიძლება მშობელი იყოს სამსახურში, ქალაქგარეთ და ასე შემდეგ. უცებ ვერ მივიდეს. ამ შემთხვევაში თუ ეტყვი რომ გავიდეს ხო ეკიპაჟი. ორი ადამიანი, ერთი დაცვის პოლიციიდან და მეორე ექიმი მანქანით, თავიანთი მანქანით, სპეციალური მანქანა არის სირენებითა და იმითი, რა ქვია, შუქიანი. როგორც სასწრაფოს მანქანა, ეგეთი ოღონდ პატარა. თავის მძღოლით პირდაპირ იმ ადგილზე მივარდებიან. და ამბავს იმას იზავენ, რა ქვია, თუ რამე დაეხმარებიან. ხო, დაეხმარებიან ყველანაირად. ეს მომსახურეობა რო გააქტიუროთ ეს ღილაკი, ეხლა მე რაცა მაგ გააქტიურებული. ღირს თვეში 20 ლარი, ანუ 2 კოლოფი სიგარეტის ფასი. ან ერთი კაი ჯანიანი შაურმის ფასი. ამითი თქვენ შეგიძლიათ ბავშვის უსაფრთხოება დაეჭიროთ. ისქნათ, რა ქვია. შაურმის ჭამა ჯობია ბავშვი დაეჭიროთ. გეთახმები. ხო და ეხლა როგორი სიტუაცია? პირველი გამოძახება არის უფასო. ანუ თქვენ ეხლა რომ ამ ვიდეოს შემდეგ თუ გააქტიურებთ, იქნება უფასო. თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ, შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ცხელხას, თვითონ რომ დარეგისტრირდებით ცხელიხას და იქ უფრო კომპეტენტურად აგიხსნიან რა და როგორ. თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდათ. დაუკავშირდებით. ხო. ცხელი ხაზი აქვთ. ცხელი ხაზი პირდაპირ დაუკავშირდებით და იმას აგიხსნიან და. ოღონდ ამას ეს არის. რა? შენ არ მოგწევი. არა, მე შემიძლია მომწერო და შემეკითხოთ მაგალითად რაღაცა თუ გაგიჩნდათ ასე რომ ეხლა ამომწურავად მინდა რომ ვილაპარაკო რამეები არ დარჩეს რა. მივიდნენ ბავშვს რაღაცა უჭირს, მიხედეს, მერე მშობელს უკავშირდებიან ან ბებიას ან ვინც არის მითითებული და ეუბნებიან ეხლა ამ ბავშვს რა უყოთ. დავტოვოთ აქ, გავუშვათ, შეუძლიათ სახში მოიყვანო და ასე შემდეგ. ეგ სიტუაციებიდან გამიხარ, შეიძლება ბავშვი ისე სიტუაცია ისეთი დასტრესილი იყოს, რომ იხوار დატოვებენ. ანუ მაგას ყველა ვარიანტი მიხედავ. თუ რაღაცა მძიმე კრიმინალი ხდება, თვითონვე დარეკავენ პოლიციაში და ექიმი კი აიქ მისული. უმცროს ექიმს ეძახიან, აი სასწრაფოებში დადიან ბავშვის ექიმები. რომელსაც ფსიქოლოგიურად შეიძლება ბავშვში სტრესი კონდეს, მოუხსნას და აელაპარაკოს ასე შემდეგ, თავისი ყველაფრით მოვა. რავი, მე მგონია რომ